ვინ არის ადამიანის მტერი? ყველაზე დიდი მტერი ადამიანის არის საკუთარი თავი, სანამ ადამიანი საკუთარ თავში არ დაამარცხებს სამბრძანებლობას და თამოყვარეობას. მაგრამ რო ვკითხულობ წმინდა და ნაშრომებს, გებულობთ, რომ ამ თამოყვარეობის და ამბრძანებლობის დამარცხება შეუძლებელია ადამიანისთვის. ეს ადამიანები რო დაეცათ სიტუაციაში, იმის შემდეგ ყველა ადამიანი დაავადდა თამოყვარეობით და ამბრძანებლობით და ეს ამის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ღვთის ძალით, იმას ქვია ღვთის მადლით. და ამის მაგალითია წმინდანები, ამის მაგალითია მოციქულები. 12 მოციქულიდან 11 აწამეს. და ლოცულობდა მათთვის, ვინც მაგათ აწამებდა. ასევე ეს კეთილმოწამებული იყო თუ ერთ დღეს 100,000 ეწამა, პირველმოწამე სტეფანე იყო თუ სხვა. ლოცულობდა მათთვის, ვინც მაგათ აწამებდა, იმიტომ რომ ვისაც ქრისტიანული სწავლება აქვს, იმანიც ის რომ მტერი არის მარტო ბოროტის სული და ეს ადამიანი, ვინც მტერი ხდება, ეს უკვე გარეგნული ფიზიკური სულიერი მტრებია. ის ეწოდება, იმიტომ რომ იცის რომ ის ეშმაკის ზეგავლენის ქვეშა. და იმიტომ რომ ეშმაკი რა უკეთებს ადამიანს, ხეს უნდა ყველა ადამიანის გადარჩენა, ეშმაკს კიდე ყველა ადამიანის აწყვეტა და ამიტომ ეჭვები შური, სიძულვი მოდის ეშმაკისგან, ხო? შეიძლება მიიღებ თუ არა, მაგრამ ეს რო დაამარცხო უხილავი მტერი არის ლოცვა, მარხვა, ხშირი აღსარება და ზიარება. ხშირად მომყავს ეს ფიზიკური განკურნების მაგალითი იმდის ხილულია, უკუნებელი სცენები კურნება, აღსარება, ზიარება, 7 ზეთისხებით. და სულიც იკურნება, ამას ხედა 99 წიდან აღსარებებს ღებულობ და სულიც იკურნება, ვისაც ამის სურვილი აქვს. და იმიტომ თუ მოდის ადამიანი რა ეს დედას უნდა, ან ცოლს უნდა, ან შვილს უნდა და იმიტომ თუ მოდის მონასტერში, ის ვერ სურდება. შენ უნდა გინდოდეს, რომ შენ თავში დაამარცხო ცოდვები და თუ გინდა ღმერთი კურნავს და ხშირად მოყავს მარიამ მაგდალენელის მაგალითი, რომლის ხელით დღევანდელ დღემდე სრულდა პირველ საუკუნეში არის თბილი, მარტო მკლავია დარჩენილი. და ნათქვამია მარიამ მაგდალენელზე, რომ 7 ეშმაკი სახარებაში 7 ეშმაკი განასხა ღმერთმა მისგანებით, რომ ყველა ცოდვა, ყველა ვინც ცოდავს, ის ლოცვაშია, ვინც ამაზია და თამაშობს, ისაა შეპყრობილი. და ამ შეპყრობილებისგან რო გამოხვიდე, საჭიროა ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება. რაც შეეხება მტერს, ჩვენ თავში ვამარცხებთ ღვთის მადლით და გარეგნულ მტერს არის სულიერი მტრები, არის ფიზიკური მტრები. მათთვის გვიწერია ლოცვა მტრისთვის, იმიტომ რომ ჩვენი წმინდანების სწავლებით ვიცით რომ კიბრიანი ჯადოქარი იყო და მდელმოწამე გახდა ღვთის მტერი, შავი მაგიის წევრი. ვიცით რომ პავლე მოციქული იყო ქრისტიანების დევნელი, მკვლელი და გახდება მოციქულთა თავი. ეს რო იცი, არავინ არ გძოს და ყველასთვის ლოცულობ, კიდე რომ ყველა გადარჩეს. თუ ვერ შეძლეს მამაო როგორ დააძალოს თავს, იმიტომ ხშირად ხდება ხოლმე რაღაცნაირად ვერ შეძლებს. თუ ითვლება ის ადამიანი ქრისტიანად, მე აი ვინც ვერ შეძლებს. აი ოჯახის წევრების არილებარგები ერთმანეთთან რა უნდა გავაკეთოთ? უნდა მოვისმინოთ ის ადამიანი, ძმა იქნება თუ მეზობელი იქნება თუ ათესავით ახლობელი, თუ შემოვიდა ჩვენში სიძულვილი, უნდა მოვისმინოთ ლოცვებში. ახლა დაუშვათ ვიღაცა ჯადოს გიგეთებს. და რას გაიგეთებს ახლა შენს თუ წევრი შენ აი გამიგია რომ სამაგერო მიუძღოს და ამ დროს მომოჩენო იცი შენ თუ არ პატიობ არ შენ გეპატიება მაშინ ვერ მოხდები სამოთხეში და თუ ილოცებ ეს ჯადოს გიგეთებს თუ მიწას გართმევს თუ შურს თუ ზუხა იმიტომ არის სიტყვიერებაში იტერი რომ მაშინ არა ღმერთი და თუ ილოცებ და თუ მადლი გადავიდა მტერი მოყოლედ გადაიცემა. შეჭრება თავის